შენ თუ გახსოვს აი პირველი მწვანე და პირველი ბიჯები და აი 8 წლის გავი ქუთაისში რომ მივიდი მამუკა ხუნდაძესთან. ყოფილი ფეხბურთელი მამუკა ხუნდაძე. მამუკა ხუნდაძეს ვიდეო მაქვს მე ჩაწერილი ადრე. ეს კაცი ხო აი ჟამთა აღწერელი აი შენ ატოს თუ მიიწევ ო 9 გოლი ეგ ერთ თამაშს თუ მიიწევ სადმე ქვემოთ ამაუნათე ჟამთა დადებითი არ არისო ძალიან დადებითი ისტორია არ არისო ნუ მეორე მას რო იქით ხო იქით მეორე მას 7 გოლი შეაგდო ამანაკე 7 გოლი შეაგდო ორივე საკება ჩაუთვალეს მე გუბას დოლიძე არის ძალიან მაგარი მწვრთნელი ბავშვთა ფეხბურთშიო გუბას დოლიძე მეკარე ხო ალბათ ყოფილი მერანის რა ო რა გუბას გუნდიშას ტრენერი იყო გუბას დოლიძე მეკარე არის ხო მერანის მეკარე იყო სულიკო ზუკას მამა სულიკო დავითაშვილი და გუბას დოლიძე ერთად თამაშობდა მახარაძე იყო მაგათი მწვრთნელი მე ხა გარდაიცვალა ზოდაღმისცენ რაღაცინებს შეჩემა რაც უდროს ჩაიცინე სხვა რა მაინც მეთქვა შეჩემა სინათლის სტადიონზე თამაშობდნენ ავჭალაში სადაც ახლა რაგბის სტადიონი გააკეთეს მე მერანე თქვა ერთნაირად მე ხეცი გუნდი იყო ზო აი გუნდი იყო რო ამოვიდნენ უმაღლეს ლიგაში ის იყო შენ YouTube-ს როდის აგზელებ და თუ ახალ ვიდეოს როდის ველოდოთ დავი დღეს არ დავდე იმიტომ რომ ეს რაღაცა მაქონდა და ხება ხვალ დავდო ანზე იკა არ დაგვასვი ხო კონკურენტად არის მაგრამ ეხა ისაც win-win არის რა ოსტად ზიზუელების მაიმუნობა დავიწყე YouTube-ზე რაღაცა ბროწეული და ვინ ამოვან რაღაცა ეგეთი ჩემი საყვარელი აი ორ შაბათობა რომ მორჩება გაიგე ეს ვიტყვი და ორ შაბათობა რომ მორჩება არ ვიცი ამ დროს ხის ფუღუროდან რომელიც ცნობილი ადამიანი გამოვა და რომ ხდება ხოლმე იმაში რა ქვია ნიუსად და მიხარია მიხარია ზეთად ვერ ვწვავ ხოლმე მაგრამ და რომელ საათზე ხდება ხოლმე ეგ ან რომელ საათზე აი ჩვენ რომ 2 საათად 12-ზე უკვე ცნობილი იქნება ეს ვერ მაგიტო ამ 12-ზე ამთავროთ ხოლმე თუ არა მე გავიგე მე უნდა იყოს რომ შენ დაგქოდეს რა იმედზე გადის win-win არის ეგეთი გადაცემა ამ გადაცემის კონკურენტი რო მანძის ბუდუზე ვზიარდი ჟიური ხო აი ანარია დროს მაგარი მოცლილი რა რომელი დარიყავ ყურძენის ფორმაში პერსონაჟი ხარ გას აი ეს ვიდეოს ნახავ ჩემმა ჩამიგდეს მართლა შეყვარზი ხარ საიდან აი ხმას მიამს გავზეს თუ ალბათ რა მოძრაობა რომელიმე არა ხო ბიჭო ვერსიებს ასახელებენ რა ყველა ჟიურის წევრი თქოს ვინ გონია რა მე თქვა ერთ-ერთმა ისა რა ქვია აი ეს კურდღები ჩემი სურათი გამონათდა გვერდ აი იქნებოდა მან ჩემი მიღწევა იქნება მაგ კონკურსში მართლა იმდენ ზღვა დავფრო ჩვენ გაიჩიტო ხო ყველას მოულოდელი ხ ჩემი ამოსვლა იქნება მაგრამ ახლა მანანა თოდაძე არც არ გაუკვირდება მანანა თოდაძე იყო წინა კვირას მანანა თოდაძე ხო ვინაა მანანა თოდაძე მე კარე იმის ყველა იცოდი შეჩემო ვისახელა ყოს მანანა თოდაძე გუბას დოლიძე მე კარე იყო მართლა მანანა თოდაძე არ ვიცი ვინაა მე კარების ტრენერი ბავშვების და ყველაფერი ბიჭო სულიკოსთან ერთად თამაშობ გუბას დოლიძე რომ მეკარეების ტრენერია ეხლა არ ნიშნავს რომ მეკარეების ტრენერობიდან ვიცი სხვა რაღაციდან ჩემ ბავშვობაში მერანში მე რარი 4 კვადრატმეტრი თამაშობ მანანა თოდაძე არის მართლა ვარჩენ არიცი კი არ ვიცი ვინაა მანანა თოდაძე შენ არ მეთქვი შეჩემო მეტალიკა მასტერო ფაფე და რა და მანანა თოდაძე არის აგელაპარაკო მომღერალი მაიცა ხერთი ძა მომღერალი რომ მაგადაცემაში ზის იმაში მოსულა მან თქო მოგამ ისა რომ სხვა ტიპი აი ბუდუ უნდა იყოს რითაერდ მომღერალი ხარ მაინც ასაკშია რითაერდ მომღერალი არსებობს ნუ ეხა მაინც რო უკვე კარიერა აღარ აქვს რამდენი წლისაა ვიკიპედიაში მიმართოთ ანუ ასაკში არის დაჟე არა ნუ პატარა არ არის ივერიას დროს ღეროდა და მართლა ვის რა ვკითხო რა მოვკითხო არიცი უოჭველი გეცოდინია 58 ნახო უოჭველი გეცოდინია 67 წელი და მიხვდება ვიზეთ ვებაზრე აიცა მეც მაგარი კომპიუტერი კაც აი შენ თავის ესაა უნდა იცოდეს ბიჭო არ ვიცი მართლა არ ვიცი ძალიან გვერდზე ჩაიარა მანანა თოდაძის კარიერამ გვერდზე ჩამიარა იმიტომ არ ვიცი ეს მომღერალი მართლა ეს უცებ მოსვლებს ციო
მანამ თოდაძე? რაში იყო? არ ვიცი, შეიძლება. რაში იყო? მახსოვს ვარსკვლავებში. შეიძლება. არ ვადევნებ მაგას. აი კი. მანამ თოდაძედან ნოდო ჯანიაშვილია. სიცხვილი გალაი რაღაცა არ იცოდი. არჩენ არ იცოდი ხო ხედავ რაღაცა. ვარსკვლავებში იყო, არ ვიცოდი, ვინ არის ვიცი ახლა. ფარშევან გალიაში მანამ თოდაძე მღერის, ხო? ჩამობილი სიმღერაა ფარშევან გალიებში ბიჭო? ფარშევან გალიაში არ იცი? არა. აი მასტერო ფაპეტში უნდა ჩართო ახლა? არა, აცო გადმოვედი უკან. უბრალოდ დავსერჩე. ფარშევანგი გალიაში ეგრე არის. ბიჭო, აი რო იგონებდე? ბოსაი, უსიენისო. რო იგონებდე სიმღერას ეგრე იმღერებდი ზუსტად. თავსაყრელი საკენკი და აი რაღაც სიტყვას ვაიღებ, ხო იცი? რაღაცა ჯამში. რო ბანაობისას რო რაღაცას ვღერია, ეგრე ვღეროდი ახლა ფარშევანგი. ფარშევანგი გალიაში. დანა. ოკეი. ფარშევანგი გალიაში თავსაყრელი, საწმენდი და დაწმენდი ჯამში, მაგრამ მაინც საწმელი იქნება, ხო? მაგრამ მაინც გალიაში არ დამიგუგლო ზეპიად მახსოვდა უნამოსო. ხო და საწმენდი არ არის, საწმელი არის, ხო? თავსაყრელი, საჭმელი, დაწმენდილი წყალი ჯამში. მაგრამ მაინც გალიაში არ ხო, ხო, საკენკი არის. მოკლედ ამ გადაცემაში სტატომ აღმოაჩინა მანნა თოდაძე და ეს ლაივი უკვე შედგა, პრინციპში შეგვიძლია მაგის თქმა. არა, კუბოს დოლიძეზე რატო იყო ეგეთი რეაქცია ვერ მივხვდი. ხო, ნუ ხა არის ის ხალხო, ვინც ფეხბურთისას უთამაშია, ანუ მაგის გაზრდილია, ბიჭი თამაშობს საქართველოს ნაკრებში. ყველა მიცის გულ. ესეთი მახსოვს, აი. ესეთი მახსოვს მე. არა, შენ კარიერა მე მახსოვს, როგორც მწვნელი უკან ფეხბურთელი არ მახსოვს. იცოდი ანუ შენ ესე როგორც. კი, მე ვიცოდი. უბრალოდ შენ რო იქიდან გახსოვს ყველა რა ქვია. წვანე მინდორზე. ეგ არის. მე მახსოვს გუნდიშას ის იყო რა ქვია. გუნდიშას ავარჯიშებდა. 55 წლისაა კაცი ახალგაზრდაა ჯერგოც. აი, ინტერტოტოს თასზე 2 თამაში უეჭველი მერანი 91-ია. ო, მერანი. აა გამისწორდა ახლა რომ ასწორად არ მახსოვდა ესე იგი. ასწორად მახსოვდა. თემურ მახარაძე იყო მწვნელი მერანის, თემურ მახარაძე. ას მოჭუტე თვალები ეგ. მე გეუბნები რა. ყველას გთავაზობ, წეგან გლიცინში იყო და არ გატარდა ეგ ეპიზოდი და ტატოს ვინც მიიწევთ გადაცემაში, ხო მიკითხავთ ჩემთვისა ტელევიზიაში და რა დაგაწერო ქვემოთ. კომენტატორი დაგაწერო, იუთუბერი, სპორტული რაღაცა ანალიტიკოს რაღაცა რა. ხო და შენ დაგაწერო ჟამთა აღწერელი. აი ძალიან კაი ტატო ბაციკაძე, აბა ვახტანგი ვხდება, ვახტანგი ბაციკაძე ჟამთა აღწერელი. აი თან ხარ, ანუ ვეთქვი არ ხარ. არა, ანუ აი იმიტომ რომ შენ აუცილებლად თალაც მე-14 საუკუნეში ვიყო, მეფის კარზე შეჭრმა იქნებოდი. აი რაღაცა თაობას შემოუნახო სტატისტიკა ომების და ვინამდენი ის მოკლა რა ქვია. ყიზილბაში თურქ-სელჩუკი გაანადგურა იმან. ვეფხის ტაოსან შტატოს ევასება ეს მომენტი როსტევანი და ესომიდან სანადიროთ და სტატისტიკა რო გამოდის. ვინამდენი მოკლა. ჩემო ავთანდილმა დახოცა. როსტევანზე მე ის იქაც არის კიდე არ გახსოვთ თქვენ. 20-თა მე თვითონ დაუხოციაო შეჭ. ქაჯეთის ციხეში რო არის. 10,000 კაც რომ მოკლა. ზემოდან რო დგას. ვინ დგას? ტარიელი? ფრიდონი მე მგონი. ბლაჟე. მე მგონი თუ ტარიელია არ მახსოვს. ან რომელიღაცა რა. მაქსამიდან ერთ-ერთი 10,000 კულარზე რო დგას ზემოდან. ტარიელ ბაქნა მან მთელი ის. ხო ტარიელი იქნება ეს. ხო. და 10,000 კაცი მოკლა. ეგრე წერია. ანუ ტარიელი მოერევა თუ გორილა ცალსახად ტარიელი. ტარიელს მეტი შანსი აქვს ასკაცზე. 100 კაცი მოვა თუ ტარიელი ცალსახად ტარიელი. ტარიელს მეტი შანსი აქვს გორილასთან კი. ოკეი. აჰ, უდბოდიში რა რაღაცა ცოტა ისეთ თემებზე გადავუხვევთ ხოლმე რა საფეხბურთოებიდან.